ბიძინა, ასიმას იმჭირდება. ვალი გაქვს? ჯერ არა, მაგრამ კაბამი დავიჭედო. აგერ კედელზე მოკიდია. ფულს მოგცა მიყიდე, ოღონდ ეს არა. რატომ იცი? ამ კაბაში ფარაონის თოლს გავარ. ხო. ეში მაშინა აქვს მაკაბას. უცა მართლა ფარაონის თოლი ხარ თორე. ბიძინას თოლი იყო და ფარაონის თოლის კაბა გეცოს, ეს ჩემი შეურაცხყოფაც არის და ფარაონის. რა ვქნა? მენანება თორემ მამა ჩემი შენაძენი ქანდაკებები და ზოგიერთ გავყიდდი. ცოტა ადამიანს დამსგავსებ. მამა შენი კაი კაცი იყო. ბავშვებს ხატვას ასწავლიდა. მაგრამ თავის ქალიშვილს ელბუკვერცხის შეწვის და კაბების ყიდვა გაყიდვის მეტი ვერაფერი არ სწავლა. ეტავეთი. ბიძინა. არ მოიწინო. ჩემს ავტობუსში ბევრი ხალხი. ისინი ყველა იცნობს ერთმანეთს. მაგრამ სინამდვილეში არავინ გამოლაპარაკებია ერთმანეთს. რა დღეს ასეთი შრომა, როდესაც ადამიანმა დაკარგა უნარი ერთმანეთის შეცნობის. თუმცა რაღაც განსაკუთრებული უნდა მოხდეს, რომ ეს სრული დაუბრუნდეს. თუ შეიძლება შადი და ბრადი პაიზადა ხალე გააჭარე შეჭრე ზოგადია ლაში გადი ძალიან ხოდი დამიკვეთა მithom rato დაიძინე თუ ძინა თამას ხალხში მიიღოდა კაცი ბატონო ეს ღიბი მოუკვდი აღარ შემიძლია მეტი რა ვქნა ხალბატონო ჩემი ბრალი არ არის ისედაც სულ დიეტაზე ვარ აბა ვისი ბრალია გასუქდა ეს ხალხი იმას კი არ ფიქრობენ რომ ხოცათაც ხებენ თავის სიმსუქნე თხოვთ გამიჩეროთ ავტობუსი ფეხით წავა გამიჩერეთ გაჩერებასთან არა უნდა ჩავიდე გამიჩერეთ როდეში საიდან მესმოდით? ელიხზე. ვერცო ვერ ვიხსენებ. გამოდის რომ ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობთ რა? ასე გამოდის. დახურეთ პანჯარა. გაფიამორო. მადლობ. არა. გაკონდე როგორც თაბაშირის კანდაკები. ცოტა გაიწევ, ვერ ხედავ შუაში ადგილია. დიდი მადლობა. კიგა როგორ ახალ საპეიკაში რამდენი არ მინახეთ, კიგა რა ვერ ვიცარით. არა, შანს ვარ ძველებურა. კიგა ჩვენ რა თორმოდი ხარ? ვარჩი ვერ შეახარ, ვეღარ გიცანი. ამ პლანში რას მისმენ? წინ წამოიწიე. კარგი. შენთან სალაპარაკო მაქვს. ახლა ამოვა. ხო? პარდონ. ადამ. შე. დაბაჯება ბიძინა. როგორ ახ? ჩინებულა. სასწაულში მომეც. შეგა. აკეთე ცხოვრობ? არა, კაცო, აქ რამე უნივერსიტეტის სახლებში ცხოვრობ ვაკეში ცენტრში. აქ დისერტაციას ვაკეთებ. საკვირველია. რა არის? სკოლაში ამოცანებს ჩემგანი წედი და დისერტაციას. ამბობენ აინშტეინის სკოლაში ფიზიკას ცუდად სწავლობდა. ისე იგი, შენ ალბერტ აინშტეინი ხარ? რომ გაგიგია, კაცი ჭობდა, ღმერთი მცემოდა. ესეც კია. აი მე ამ ავტობუსით ტრიალებ წინ და უკან. სინაზე გამოგმული ძაღლივით. შენ აგონია. განამიერავა სინაზე გამომული.
ასპირანტურაში ვარ და თემაზეც მუშაობ. ფრთხილად კაცო მოერიდე. მიგეშინია. უხელ საოცარი სიზმარი ვნახე. ჩემი ავტობუსი ლამაზ მდელოზე იდგა. სიზმარი სულიერი სწრაფის ქვეცნობიერი გამოხატულება ყოფილა. ჩვენ მართალი ხარ. საჭიროა რომ სულ მოისუტყოს. მართლა საჭირო. სულმაც უნდა ამოისუტყოს. გაჭირე. მე მგონია გაჭირება იყო. საოცარია რატომ არ გააჭირე. ბიძინა რა შევე, გაჭირე. გაგიჟდი ბიძინა, გაჭირე. რა სამოს. არაფერს არ ამბობს, არაფერი ვერ გამიგია. ბიძინა, გაჭირეთ გააჭირე ბიჭო მართლა. ბიძინა, გაგიჟდი. ბიძინა. მე რა თუ ხარ? გაგიჟდი, მოწმინები. არაფერს არ ამბობს, არაფერი გავიჟე. გამიყვანა მოწმინები. გაჭირე, ბიძინა. ძალიან ბიძინა, შვილების ბატონები ვარ, ბიჭო არ დაგუყო. ბიძინა, გააჭირე მანქანა. ბიძინა, საგმიდი ბიჭო შეიძლება დაუხვი გააჩერე მანქანა გამიში დამონები არ დაგანდრიო შვილა არ დაგანდრიო მოგიტახე ახლა მოგიტახე წარმოგიდგენიათ დღეს მანქანის გამოყვანას ვაპირებდი. სად მივდივართ, ვისკენ მივდივართ, რისთვის მივდივართ, ხუთი ვიცი ჩვეულებრივი სპეცი, ამის შესახებ დღეს-ერთი ორიგინალური მოსაზრება აქვს. იგი ამბობს, რომ ქალი კი ბატონო, მაგრამ მე ხონდა ვიცოდი სად მივდივარ. უნდა ითქვას კითხვა მომიქრა. ერთი დღე გავიჭირე. თუ მაშინ გაგარჩი. მეორე არაფერი აღარ გიჭირს. ამ ხანაგე ნუ ხელა. სჯობს დაწნარდე. ბოლოს და ბოლოს. ხომ გააჩერებს. მაგრამ როდი? როცა საწვავი დავუთავდე. არ მიეკაროთ. მე მგონი არ აღიარებს. ანტიპლექსისგან გამოგწევი. უთხარი გაჭო. სულათავა. პურვარილი გაუშლიათ და კეიფობენ. ამ დილადრია, მინდორში, თანაწინაში, რა კეიფე? მუშაობის შემდეგ ურსჯამე. ისვენებენ. ვიცის იქნებ ჩვენ შესანდობარსაც სვამენ. დასანანია, კარგად ვერ დავინახე. ეს პენსიაზე გასვლას ვაპირებდი. დადგა სადღა წემსი სიმღერა წემსი სალამური ლეგენდები ყველაფერი წარსულ ჩაბარდა ახლა თავზე ფაფახის ნაცვლად დერეკი ასხურავს და ჩვენთვის უცხოენაზე ლაპარაკობს რატომ შვენიერი მუსიკა ეს რამწინარია ენი შეიძლება უკვე დიახ ეს სად მიდის ეს?
ბიზინა სად გაიქცა? ოიცა ბიზინა გაჩერდი ნუ მიგვადოე ბიჭო ამ პრეგრესი ბიზინა რა საგარდი ბიზინა ბიზინა გაჩერდა ბიზინა ბიჭო ბიზინა საგარდი დამიცადეთ ატეხან აქეთ გაიარა აქ გაიარა აგერი გაგიჟდა აქამდე არ იყო და ახლა რა მოვიდა ოი ერთი შენი თავი ჩამაგდები უთუოდ რაღაცაზეა გაბრაზებული თუ ხომ გამოელაპარაკეთ მასა ეს რა გასეილება მოგვიწვა ამ სამუშაოებს აბა წერიცი ეს აღამომდი აღარ გამოვჩნები დამიგდა ყური მეგობარო თუ შეიძლება გიქარი არაფერზე უბრალოდ მოვიკითხეთ ერთმანეთი მეტი არაფერზე გადაიხარა შეიძლება ერთი კითხვა მაქვს ერთი თუ შეიძლება აი თქვენ და იმას ერთი გოგო ხომ არ გიყვარდათ აი ორივე დამაცადე შე ეკარი რა აწყენინე იმ კაცს არაფერი მიწყენებია მივესწავლე აბა ამენი ხალხი ტყეში რატომ დაგყარა ნუ მიყვი მეორე რაშვაშია გამაგებინეთ მეორე რაშვაში მართალი მეთქე იგი პაზრაი მან უნდა აგოს ვინც გიზია მე რაშვაში ვარ მაგრამ არაფერ შუაში ვარ ამ დაკითხვას დოს ჩავსდეთ ავტობუსში და შიდად გავარჩიოთ ჩვენი მდგომარეობა უპირველესად დაბრუნების საკითხი სწორია დავიდე ორი გოგო და ერთი ბიჭი ხარ ხმარი მთელი დღე სამსახურშია მე ვტრიალებ ყველას ჩემი დახმარება უნდა ხო ეხლა ქალიშვილს გაუხდა ბიჭიავად იმასთანაც მიდიოდი და აი სად მიდიხარ ჩამომზადეთ აბა ხო სად მიდიხარ ჩვენ წავიდეთ ეგე წავიდეთ აბა წავიდეთ აკრა ეს ხო სახელმწიფო დანაშაულია სასიძენ მდგომარეობაში ვარ თქვენი აზრი მაინტერესებს თქვენ უფრო მეც გეყვი პროფესიონალი დივერსანტი იქნება ნამდვილად ასე აგერ ამ პროექტ ჩვენი ინსტიტუტისათვის უსწარმასარი მნიშვნელობა ჰქონდა მეგონა ტრეში ექსკურსიაზე გაისეირნეთ ჯერ არ გელოდით ესეც არ უნდა იყოს სლადალაგებული რა ავტობუსს დარაჯობთ არა მუშაობთ სად არიან დანარჩენები? ტყეში. როგორ თუ ტყეში? ზოგი პეპლებს იჭერს. აბა ზოგმა ლეგვის კრეფა დაიწყო. ზოგი კიდევ ნახეთ რა ლეგვი მოვიტანე. ნახეთ რა შესანიშნავია. ასეთი ლეგვი ბაზარში 3 მანეთია. მისი. ნუ გერიდებათ. მისი. ახლა სამსახურში უნდა ვიჭდეთ და ვხაზავდეთ. ამ ნახაზების გარეშე დღეს სამუშაო დღე ჩაეშალა თელს ინსტიტუტს. მართალია ბატონო ეს სახელმწიფო დანაშაულია დიახ დიდი დანაშაული მოითმინეთ მეგობრებო ყველა უნდა შევიკრიბოთ Твоя სახელი? შენი? ხო. ევგენი. შენი. საერთოდ კი დამბაგდახია. ევგენი, შენი. თქვენც მოგზანდით. იცით. ერთი დღით გვიან თუ აშენდა ჩვენს ქალაქში ასეთი ასანთის სკოლოფას სახლები, ეს დიდი უბედურება იქნება. ასე შეიძლება ყველაფერს დასწინით. სიცილი ყოველთვის სასარგებლოა. ამხანაგებო დღის წესრიგში ორი საკითხია. კარადი მომაწვევი. პირველი. სად ვიმყოფებით? და არის თუ არა ახლო დასახლებული პუნქტი. აბა გაიკეთე. მეორე საკითხი. რატომ მიგვატოვა ავტობუსის მძღოლმა და როგორ მოვიქცეთ? დაუბრუნდეთ პირველ საკითხს.
სად ვიმყოფებით ჩვენ? შეიძლება ბრძანეთ? ძირფასო მეგობრებო, დიახ, ამბობენ საქართველო დაჭმუჭმულია და ამიტომაც გვეჩვენება ის ასეთი პატარა. თორემ რომ გაშალოს კაცმა იქნებ აფრიკაზე დიდიც გამოვიდეს. ასე რომ ჩვენ ახლა გადაკარგულ ოაზისში ვიმყოფ. ახლა მე სახაზავდაფასთან უნდა ვიქე. მე რა, ტარზანი ვარ? შო, საცელია სახელიანად. თქვენ ძალზე საინტერესოდ მსჯელობთ, მაგრამ ახლა უფრო კონკრეტულები უნდა ვიყო. გასაგებია, ა? რომელი საათია? ღმერთო ჩემო. საათი დავკარგე ხელიდან. საათი. ამ თუჩი არ გამქონდა, ამ თუჩი. მე ჩანთაში ფული მქონდა. ღმერთო ჩემო, საათი დავკარგე. საათი. და საფულე დავკარგე. ფული მქონდა და აღარ ამას. და რაღაცნა. მოხალხენო. აქ მუშაობს მთელი ბანდა. შეკითხვით დამიჯეროთ. ჩემი აზრით საჭირო გავაგზავნოთ რამდენიმე კაცის სხვადასხვა მიმართულები, რათა თავადგინოთ ჩვენი ადგილსამყოფელი. ამორთე თუ გაციხარებთ ეს კუთი არის იაპონური ტრანზისტორი. სულეთია. მე მომეც ამ გეოგრაფიულ ექსპედიციას მე ჩაუდგეთ ადრეში. იმედი მაქვს თავმჯდომარე მხარს დამიჯეროს. შესაძლებელი ის მე თვითონ შევარჩევ. კარგი. რას გევხარ? როგორ გამოიყურები? ასე არ შეიძლება. მოიხსენე კალტუკელი. განთავისუფლდით და კახალისტით. ჩვენ ხომ წეში ვიყურები. ერთიანად შევერწყათ ბუნებას. ბუნებასთან შერწყმა დიდებული რამეა, ერთო ბრძნული აზრია. დღეს არაჩვეულებრივი დღე. არაჩვეულებრივი. ჩემთვის ყოველი დღე არაჩვეულებრივი. საქართველო პატარა, მაგრამ ბუნება მრავალფეროვანია. ყოველ კუთხეს თავის სილამაზე გააჩნია. პოეზია, ქართველები პოეზიაში უფრო ძლიერები ვართ, ვინმე პროზაში. ამაშიდაც მრავალფეროვანი და ცვალებადი ბუნების გავლენა იგრძნობა, შეხედე. ხედავთ ამ მუხას? არა, მუხარ უნდა იყოს, მაგრამ მაინც ძალიან პატივსაცემი ხია. მართალია ყველასაგან მოშორები დგას, მაგრამ პატივსაცემია. დავშთა დაუკმაყოფილებელი სექსუალიზმი ფელინის ეხმარება სამყაროს აღქმაში ფრთხილად, როგორ გეფერებიან ეკლები. უნდა გითხრათ, რომ ფელინი, როდესაც ფელინზე ვლაპარაკობ, საერთოდ ყოველთვის ვრღელა, იგი არავის არ გავს. იგი განუმეორებელია კინოსამყაროში, მას ბადალი არ მოეძებნება. არის ერთი მოსაზრება, რომ აი ხედავთ, როგორი სექსუალურად აფეთქებული ხეა. ასეთი დეტალებით ქმნის ფელინი თავის განუმეორებელ ფანტასმაგორიულ მირაჟებს. ხედავთ, რა სიმყუდროა. მოდით აქ დავბანაკდეთ. ხო? აი, ასე. დავდანდით. თქვენ ამარ კორდი გინახავთ, არაჩვეულებრივი სურათია, ყინვალე. აი, ასე. თქვენ აუცილებლად უნდა ნახოთ ეს ფილმი. ფელინი ბავშვია, იგი ქვეცნობიერად აღიქვამს სამყაროს. გულახდილად რომ გითხრათ, იყო ჩვენ შორის ხალხი, რომლებიც ემუქრებოდნენ მას. გარწმუნეთ ამხანაგებო, რომ თუნდაც ფორმალობისათვის საჭიროა დამნაშავე და დასჯა. ყურებზე ხახვი არ დამატება. ეს რა ლაპარაკია? თქვენ ორივეს მიიღვა მასთან და ბოდის მოგახდენით. თქვენი აზრით ბოდიში უნდა მოიხადოთ, ხო? აბა? არჩი. რა სიტყვით? მოუხადოთ ბოდიში. თუ თქვენ ასე გინდათ, დიდი სიამოვნებით მოუხადოთ.
ვერ მეწვით რა ზეძახიან ამ სცენარზე. როგორ არა, ეს მომტკოპა, ძალიან გემრიელია. იჭმევა? დიახ, მიიღეთ. აბა მიიღეთ. ამხანაგებო, მე ყველაფერი დავაზუსტე. ტრასიდან ვარ დაცილებული 9 კილომეტრი. იმყოფებით საქართველოს ჩრდილოეთ ნაწილში, შავხელსურეთის მიდამოებში, არაგვისპირა. ფეხით აქედან 2 საათი და 45 წუთი უნდა რაიონულ ცენტრ ბარისაკომბო. სურველებს შეუძლიათ ჩერდა გამოცხადდეს. მე მათ ჯგუფებად დავყოფ და ჩავუდგები სათავეში. აბა ჰე ამხანაგებო. ისო მე ხელს ქვარს. ფიქრაშვილის მზანდება. ვიდარდე. მე დედა გამზარდა. არ უმამოდ, მაგრამ მაშონხედე, ცუდი ვიტივა, კითხე ჩემს მეგობრებს. ფურმანო, მითხარ შენ სარდესა ეთერ ქალი რა დღესია? რასი კითხავ ცათასწორო, ეთერ ქალი რა რიგია? შენთან იყო იმ ტანჯვაში, შენთან არის რა დღესია? შენ ხომ იცი ბროლის ციხეზეც ის როგორ თაღებშია? შიგმიზის ქალი ეთერი ყელიც მოუღერებია. შენთან იყო იმ ტანჯვაში, ყელიც მოუღერებია. შენთან არის რა დღესია? შენთან იყო იმ არუეც სამიგაციას რუეთ არა ეს პარტიზულ მიღერიან რა გამღერე იცით ეს ჩემი ბავშვობის მოგონებებია არ მღეროთ ოპერაში მღერით არა ჩვენ მეტრიკოები ვართ რა ბრავო მეტრიკოები და ჟეები კალისასტის კერა ეს ფაბრიკის მთავარი ინჟინერია ეს კი დირექტორის მოადგილე მეტი მომარაგებელი ჩვენ ფილმას ქვია ყველაფერი ქალებისათვის ჩვენ შეგირთვათ ხვირი. აბა წამოდით კრებაზე. ასა. კარგი, წავიდეთ. წამოდით. სიმთვრალეში მთელი კვირა არ მოდიოდა სახლში. დაბრუნებული 3-4 დღე მეთქარით. გამოგვიძებული ბავშვი ჭიქჭიქებდა. სიმთვრალეში უშუალო სიტყვებთან გადაგდა. მეზობლები ამოდენ საკმაოდ ხალხი დაისვენ. იარიციან რომ მისი თვალის გარშე მარტოობა ყველაზე ძნელი ყოფილა. ჩემი ქმარი საოცრად დინჯი და მორიდებული კაცი. მთელი ცხოვრება მისგან ერთი შენიშნაც კი არ მაქვს. რომ იმას მეუბნებოდი და როგორც შენ გინდა, როგორც შენ განიხარდება, როგორც შენ გესიამოვნება ისე გააკეთე. მე ძალიან მიყვარს. რამდენი შვილი გახდა? 2 ქალვაში. ორივე დაუჯახებულია. მეც ქალვაში გახდა. ქალი გათხოვილია, 3 შვილი. ვაჟი მოკრილია. წარმოსადეგი მამადი, სულ მამამისი. დათმომე. რას გეტყვი? თუ კაცი ხარ, მედი მოელაპარაკე ენტებს, გაიგე რა ფიქრობს ეგ ადამიანი. მილიცია ვალდებულია დაგვიწვალ და დაგვეხმარო. მე მეუბნები? ხო, შე. მე რაშმაში. აგე არჩვი. თუმცა ეს იგი დავამყაროთ. ესა წესრიგი დამხელი. ვინმე ფუჩაში წესრიგი რომ დაარღვიოს, ხელად ჯარიმას გამოუძიებს. აქ ის შეხედეთ რითი ერთობა. მომღერი. დავიდე. ხელადა. გამარჯობა თაფანაგო მილიცია. გამარჯობა. მე აკაკი მქვია. მეთრავად ბატონო აკაკი. თქვენ შენთან ერთად იმიზავრეთ ავტობუსით, არა? თითქოს. ჩემს ბრენდით იდეთი. არა, ვიჯექი. არა იდეთი. რაში ესახე ავტონომია? ჩვენ საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკის მოქალაქენი აღმოჩნდით რა მოულოდნელ და გაუთვალისწინებულ სიტუაციაში თავს ვალდებულად ვთვლი მიმართოთ თხოვნით ჩვენს მილიციას. მოხდა რამე? საშინელება. თუ შეგიძლიათ დამეხმარეთ და ეს ქვები იქით გადავყავით, იქით.
საწყალი ყვავილები რა დღესია ამდენ ქვებში? წყალი სისტემატურად უნდა ეალერცებოდეს მათ ღეროებს, ისე რომ ქვებს არ ეხლებოდნენ. სულ უნდა დავყაროთ? სულ, რა თქმა უნდა. დამჯერეთ ეს კახალზე. დამჯერეთ. აბჯოთ. ხო. ეს თას საიტავება. ჰიკი. თქვენ ბოტანიკა ყვარებიათ. ბუნება მიყვარს. მაშინ რაღა მილიციაში დაიწყეთ მუშაობა. რა არის აქ გასაკვირი? აბა, დავედი. ხილვას არ დაიწყო. სალამი, ძიოქა იყოსო. აი, კონკრეტია, ინდია, ნამბი ინდია. სოკო ხომ გიყვართ? გემრიელია. გემრიელია. ძალიან გემრიელი. დავდან. უკაცრავად, ეს რა მაინტერესებს, იცით, აი თქვენი პროფესიის ადამიანი გულგრილად შესდგეს ამ მდგომარეობას. სულაც არ ვარ გულგრილი. პირიქით, ძალიან მომწონს. დიახ. გასაგებია ყველაფერი, თქვენ ბუნება გიყვართ. მე სიცოცხლე მიყვარს. მეც მიყვარს. რა პენსიის ახართ? 20 წამი. ციკრა მოდი სადღეგრძელოები ვთქვათ. თითქოს ღვინოს ვამდე. უკაცრავად რითი? წყაროს ცივი წყალი და ძვირფასო დავრებო. თქვენის ნებართვით ერთ სადღეგრძელოს ვიტყვი. ამ შვენიერ დედამიწაზე მრავალი ხალხი ცხოვრობს. ყველას თავის სატკივარი აქვს, უხარება და ზნე, მაგრამ ყველას ერთი გვაქვს: თვარე, წყალი, ჰაერი და მზე. მოდი ამათ გავუმარჯოს. ახლა ყველა ბოჭიკა და მოკლედ გაგვასწროთ თავის-თავი. ვინ არის რას აკეთებს? თქვენგან დავიწყოთ. მადლობ. აბა რა უნდა გითხრათ? დღეს პენსიის საქმე მქონდა დასამთავრებელი. 50 წელი ვიმუშავე მოზარდმაყურებელთა ქართულ თეატრში. თამაშობდი დათვის, ბაჭის, ღარბის, მელიის როლებს. დირექტორმა ჩემს განცხადებას წააწერა გამოარკვიეთ, რომელიც ყოველი გადის პენსიაზეო. გავზარდე 3 ბავშვი. 2 ჩემი ძმისწულია, 1 მეზობლის ობოლი ბიჭი. უკვე დიდები არიან. მაგრამ ის წინს რომ არც ერთი მამას არ მეძახის. აი, თითქმის ყველაფერი გიამბეთ ჩემს შესახებ. გაგიმარჯოთ, კარგად იყავით, იცოცხლე. მაპატიეთ არსო. ოთარი მქვია, მე ვეფხვაძე ვარ გვარაჩიო ბატონო, ვეფხვაძე.
ახლა დაგვეწვა. განსაკუთრებული ჩემს ბიოგრაფიაში არაფერი მომხდარა. საქართველოს ჩემპიონი ვიყავი კრივში. კი. მე კინოსტუდიაში დავიწყე მუშაობა გამართლებით. სამი ბიჭი. ვაი. საათი ისევ ხელზე მაქვს. ესა სულ ბიოგრაფია იდრეკდალა. მადლობ. ამ დღეებში ახალი დინამი იღეკებლები დაბრეცილია. კარფანჯარა არ იკეტება, ყველაფერი ჩემი გასაკეთებელია. ცოტა არ იყოს აცივდა წარმოიდგინეთ. ნება მომეცით მოგახურე. არ ვიპოვე. წარმოგიდგენიათ, დაკარგული მქონდა. ახლა კი ვიპოვე. წარმოგიდგენიათ. აიდან გაიგე. წარმოგიდგენია? კოჩორი არ არის მთავარი. არაფერია. 20 წლის ხომ აღარავა. კოჩორიც გექნება ისეთი წამალი მაქვს, ჯაგარივით მაქვს. კალებში დაგიღე. მე არაფერი არ დამგარბია, არაფერი. ახლა დროა სახში წავიდეთ. ეცინდილა დღეობა. ავაკეთოთ. ედგარ დიხარ კურნალობდნენ ფსიქიატრიულში, ხო? მოს განიკურნა და გააყარა და ეკიზეუბნება შენ ახლა ხო იცი რომ სიმინდის მართალი არ ახარო ვიცი ამას. თუ იცი აბა წავიდა და წავიდა გარემით. კაცის გაგანი შემოგესმაო. ნოდი ვიცი სიმინდი რა ვარ კატამა იცისო, კატამო. დაიდე, კატამა ხარ იცისო. დაიდე უკვე დავამაგრე, დაიდე. გამოგვეცხადა. დაიჭე უკვე აღგებია რატომ უნდა გულდაბოს არ უნდა აბა ზაგიუჟე და მარგრენა რა ნატელები რატომ ანათელი? ცეცინათელები? არ ვიცი. აბა როგორ გითხრა? იცი რა მე მგონი ისინი. მე მგონი ისინი ერთმანეთს თავს აწოლენ. აგერ ყოფილა. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან კარგი იყო. მადლობა. დავწერეთ ხოლმე. მადლობა, ჩემო კარგო. შევიათ გავატარეთ დრო. Kaloshenin Petrika Basrasrikova Pinare Soharalo